რა გელოდებათ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ზოგადად რა ენერგიებში იქნებით, ფინანსები, კარიერა, პირადი ურთიერთობა, რჩევა და ბოლოს დაგიტოვებთ კითხვას, რა არის ის კითხვა, რაზეც ამ ერთი კვირის განმავლობაში პასუხი უნდა გასცეთ საკუთარ თავს და სამყაროს. მოკლედ დავიწყოთ ჯერ ენერგიებით, რა ენერგიებში იქნებით ზოგადად ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ. ესე იგი, ზოგადი ენერგიების აღწერით დავიწყებთ ჯერ, რა გიჩვენთ. ამ ერთი კვირის განმავლობაში, ესე იგი, ცდილობთ, რომ იყოთ სტაბილური და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიტუაცია, აქ უფრო არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაზე მოდის აქცენტები. შეიძლება მოგიწიოთ ამისთვის ბრძოლა, სირთულეების დადლევა, ვიღაცასთან კამათი, რაღაცა თქვენის დამტკიცება, ცოტა უსიამოვნო ენერგიები მოდის. შეიძლება ესე კი არავის დაეტაკოთ თავით და გინდა თუ არა თავი გაუტეხოთ, მაგრამ რაღაცა თქვენი სიმართლის, თქვენი პოზიციის, თქვენი ინტერესების დაცვა მოგიწევთ იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ არსებული სტაბილური სიტუაცია. აქ საპირისპირო სქესთან შეიძლება მოგიწევთ კონფლიქტი. ან მამასთან, ან პარტნიორთან, ან სამსახურში უფროსთან, ხელმძღვანელ პირთან შეიძლება გქონდეთ დაპირისპირება, ვერ მოხვიდეთ ბოლომდე ენერგეტიკულად ერთმანეთში და რაღაცა უსიამოვნო ენერგიები გქონდეთ. კვირა მეტნაკლებად დასაწყისი უფრო სტაბილურია, სადაც კვირის მეორე ნახევარი შედარებით დისბალანსი და არეულობა და ესეთი ენერგიებია. კონფლიქტური, მოკლედ. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს. პირადში რაღაც ახალი შანსი და შესაძლებლობა შეიძლება გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში და გირჩევთ ფართოდ გაახილოთ თვალები და შეიძლება ეხლა მოწყენილებით ხართ, შეიძლება განწყობა არ გაქვთ, აპათიურები ხართ, დეპრესიულები ხართ, უიმედოები ხართ რაღაც პირად ურთიერთობაში, შეიძლება არაფრის იმედი აღარ გაქვთ და ფიქრობთ, რომ აღარაფერი აღარ შეიცვლება, ცოტა ისეთ კრიზისებში და ნერვიულობებში შეიძლება იყოთ, მაგრამ შანსი ჩნდება თქვენ ცხოვრებაში ახალი პირად ურთიერთობაში. სამყარო რაღაც ახალ შესაძლებლობას გთავაზობთ და მოკლედ მიაქციეთ, შეხედეთ გააშვებულ შანსებს და წარსულზე ჩაციკვლას, კარგი არაფერი არ მოხს, აწყოსკენ შემოbrundit, მომავლისკენ შემოbrundit და დაიწყეთ უკვე ფიქრი რაღაც ახალზე, პოზიტიურზე. პირად ურთიერთობაში ცოტა ტოქსიკურ ურთიერთობებში შეიძლება ხართ, ან სიტუაცია არის არაჯანსაღი, ურთიერთდამოკიდებული, შეიძლება ტყუილებისაც არის აქ ენერგეტიკულად, შეიძლება რაღაცა დაკარგეთ და ვერ უშვებთ თქვენგან ბოლომდე. პირადი ცოტა პრობლემური არის. ვერ ვიტყვით, რომ რამე განსაკუთრებული ცვლილებებია პირადში, უბრალოდ შანსი გეძლევათ სამყაროსგან, მაგრამ შეიძლება თქვენმა ნეგატიურმა ფიქრებმა და თქვენმა წარსულზე დარდებმა და წარსულმა ტრავმებმა ხელი შეგიშალოთ და დაახშოს და ვერ შემოვიდეს სინათლე და ის ახალი ენერგიები პირადში, რისი პოტენციალიც გაქვთ. რაც შეეხება ფინანსებს. ფინანსურად მე ვიტყოდი, რომ ნორმალურად უნდა იყოთ წესით კარიერული სამქმიანი კუთხით, შეიძლება ვიღაცასთან მოლაპარაკება, ან გასაუბრება, ან სამსახურის სიტუაციაც გიჩანდეთ, შეიძლება ხელფასი, ფული, შემოსავალი გქონდეთ, რაც იშრომეთ, იმის საპირწონე მიიღოთ რა, ფულში ფინანსური შემოსავალი გექნათ, შეიძლება ვინმესგან უბრალოდ დახმარება მიიღოთ. შესაძლებელია რაღაც მომენტში მოწყალების გაცემა, ან ვიღაცისთვის დახმარების ხელის გაწვდენა თქვენც მოგიწიოთ ფინანსური კუთხით, მაგრამ აბალანსებთ. კარგი ის არის, რომ არ გადავარდებით უარყოფით ენერგიებში. რჩევას რაც შეეხება თქვენთვის ერთი კვირის განმავლობაში. რჩევა ესეთია, რომ გააფართოვეთ ჰორიზონტი, წარსულს გადახედეთ როგორც ესეთი, კიდევ ერთხელ და მოძებნეთ რესურსი წარსულში. წარსულში რესურსის მოძებნა გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია ეხლა თქვენ თავის მიმართ ხართ ძალიან კრიტიკულები, ან ფიქრობთ, რომ არაფერი აღარ გამომივა, ან ფიქრობთ, რომ ყველაფერი მორჩა, მოკვდა, დასრულდა, რაღაცა შეიძლება ძიმე ენერგიები გაქვთ, მაგრამ ტარო გირჩევთ, რომ მოძებნოთ ან ახლობელი ადამიანი წარსულში, მეგობარი თუნდაც, ოჯახის წევრი, ნათესავი, თანამშრომელი, ვიღაცა ვისთანაც კარგ ურთიერთობაში იყავით და იცით რომ ხარს დაგიჭერთ და იცით რომ გაგამხნევთ. ახლა თქვენ გჭირდებათ, უბრალოდ ვიღაცა მოვიდეს და ჩაგეხუტოთ, ვიღაცა მოვიდეს და სითბო მოგცეთ. ჯერ მომავალზე მთლად ესე ძალიან საომალო გეგმებზე და პერსპექტივებზე ფიქრი ნაადრევია, მაგრამ კარგი იქნება თუ ვიღაცისგან მიიღებთ სითბოს. ან შეიძლება რაღაც მომენტში თქვენს გასცეთ თავად სიყვარული, რომ უკან დაიბრუნოთ და მიიღოთ
სიყვარული და თბილი ენერგიები. ოღონდ ეს ახალ ურთიერთობას და ახალ პიროვნების მოძებნას კი არ ხდება, უფრო წარსულში. შეიძლება რაღაცა სიტუაცია არის, ან რაღაცას აკეთებთ ისეც, რაც სიამოვნებას განიჭერთ და დაგავიწყდეთ და ეხლა გაიხსენეთ ისევე, თუ მოწყენილები იქნებით, გაიხსენეთ რა გაბედნიერებთ, რის კეთება გაბედნიერებთ და ზუსტად ეგ გააკეთეთ მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, რომ ემოციურად შეივსოთ სიმშვიდეში, სიყვარულში, ბედნიერებაში იყოთ. ეხლა ნახოთ ის კითხვა, რასაც ამ 1 კვირის განმავლობაში თქვენს თავს უნდა დაუსვათ და პასუხი უნდა გასცეთ. აბა ნახოთ რა არის ის შეკითხვა, რაც საყვარო გიგზავნით თქვენ საკუთარ თავთან მიმართებაში. რა შეკითხვაა? როცა რომ გადავხედოთ, ანუ ესეთ შეკითხვა 20 წლის მომავალში რომ განიხილოთ თქვენი ცხოვრება, როგორი წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება, ანუ სწრაფად, რამდენიმე წინადადებით შეგიძლიათ უპასუხოთ, გადახედეთ წარსულს, მომავალს უფრო სწორად, მომავალში გაიხედეთ 20 წლის შემდეგ და როგორი გამოიყურება თქვენი ცხოვრება და როგორი იქნება ის. გისურვებთ, რომ კვირა ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდი, ჰარმონიული, სიყვარულით, სინათლით, სავსე. წარმატებულ კვირას გისურვებთ.